არის სამი ნიშანი იმისთვის, რომ მიხვდეთ, რამდენად იყენებთ ნარცისული დაცვის მექანიზმებს. ეს არის არაცნობიერი მექანიზმები, რომლებიც აკომპენსირებენ გარკვეული სახით ფორმირებულ მყიფეთვით შეფასებას. ამისთვის დააკვირდით, რამდენად მარტივად შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში, ითხოვოთ დახმარება და იყოთ მადლიერი. საქმე იმაშია, რომ შვიდად მობოდიშება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც არაა მუდმივად შეშფოთებული იმით, რომ სულ ზედა პოზიცია ეკავოს. ითხოვს დახმარებას ის, ვინც აცნობიერებს საკუთარ სისუსტეს და იმას, რომ ყოვლის შემძლე არ არის. და მადლიერია ის, ვისაც შეუძლია აღიაროს სხვა ადამიანის წვლილი. არ გააუფასუროს ის ან საკუთარი თავი. და მხოლოდ მაშინ, როცა შეგვიძლია ბოდიშის მოხდაც, დახმარების თხოვნაც და მადლიერებაც, ვართ ცოცხლებიც, გრძნობიარეებიც და ამასთანავე მდგრადებიც. უფრო დეტალურად წაიკითხე აღწერაში.